გამარჯობა, მე ანა კოშაძე ვარ და ამ ვიდეოში ვისაუბრებ სტუმარ მასპინძლობის სექტორში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ მითზე. ბევრი ფიქრობს, რომ საფქვავის ერთხელ დაკალიბრება საკმარისია და კარგი ესპრესო კვირების მანძილზე თავისით მიიღება. რეალურად კი ყავა ცოცხალი პროდუქტია. ის მუდმივად იცვლის სტრუქტურას გარემო ტემპერატურის და ტენიანობის შესაბამისად. იცვლება ნაფქვავის სტრუქტურაც და საბოლოოდ სასმლის გემოც. ესპრესოს მაღალი კულტურის მქონე კაფეებში კალიბრაცია არის უმნიშვნელოვანესი პროცესი, რომელსაც პროფესიონალი ბარისტა ან ბარმენი ყოველდღიურად ასრულებს. როგორ მივხვდეთ, რომ საფქვავის პარამეტრები კორექტირებას საჭიროებს? იდეალური ესპრესოს რეცეპტი გულისხმობს 7-დან 9 გრამამდე ყავის ექსტრაქციას 25-დან 28 წამამდე პერიოდში. ამ დროის განმავლობაში უნდა ჩამოისხოს დაახლოებით 30 მგ ერთმაგი ესპრესო, ხოლო ორმაგი ესპრესოს შემთხვევაში დაახლოებით 60 მგ. ამ რეცეპტს პროფესიულ წრეებში ოქროს ფინჯანის პრინციპსაც უწოდებენ. ამ პარამეტრებით და რეცეპტით დამზადებული ყავა აუცილებლად იქნება სრულად გახსნილი, დაბალანსებული, ზომიერი სიმჟავით და მდიდარი არომატებით. თუ კი ეს სამი კომპონენტი არ ბალანსდება და მაგალითად ესპრესო ბევრად სწრაფად ჩამოიცხა, ვიდრე 25 წამია. ესე იგი ნაფქვავით ძალიან დამსხვრლდა და აუცილებელია მისი დაწვრილება საფქვავის რეგულაციით. თუ კი ესპრესოს ჩამოსხმას დაჭირდა 28 წამზე ბევრად მეტი დრო, ის ჩამოდის წვეთების სახით და ხშირად წვეტებით. ესე იგი ნაფქვავის ფრაქცია ძალიან დაწვრილებულია და საჭიროა მისი დამსხვილება საფქვავის რეგულირებით. დაგვიანებით ჩამოსხმულ ესპრესოს ახასიათებს მწარე, მძაფრი გემოები, ხშირად დამწვარი ყავის ეფექტით. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსი ბარისტებისთვის. ყავის საფქვავის კალიბრაციისას ყოველთვის გამოიყენეთ ორმაგი ესპრესოს დოზირებები. ალბათ იკითხავთ, რა არის ამ საოპერაციო რუტინის რეალური მიზეზი და რატომ უნდა ვხარჯოთ კალიბრაციაზე ამდენი დრო? პასუხი ძალიან მარტივია. დილით პირველმა და საღამოს ბოლო სტუმარმა უნდა მიირთვას იდენტური ხარისხის გემრიელი ყავა. ყავის აკადემიის კურსები სწორედ ამ ცოდნის გაზიარებას ემსახურება ბარისტებისთვის, მენეჯერებისა და ბიზნესის მფლობელებისთვის, რომლებიც ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებით მუშაობას ისახავენ მიზნად.